1921 წლის 25 თებერვალს ბოლშევიკური რუსეთის მე-11 არმიამ უბრძოლველად დაიკავა თბილისი. 18 მარტს ჯორდანიას მთავრობა საფრანგეთში გაიქცა. დე იურე საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არსებობდა. ფაქტობრივად კი ანექსირებული იყო ბოლშევიკების მიერ. 1921-23 წლებში საქართველოში რთული პოლიტიკური სიტუაციაც უფევდა. ქართველ კომუნისტთა უდიდესი ნაწილი ბუდუმდივანი, ფილიპე მახარაძე, ოკუჯავები და სხვები ფიქრობდნენ, რომ სამომავლოდაც საქართველო რუსეთის მოკავშირე საბჭოთა, მაგრამ დამოუკიდებელი რესპუბლიკა იქნებოდა. სტალინის მიზანს საქართველოს რუსეთის ავტონომიურ ერთეულად გადაქცევა წარმოადგენდა. ამასთან სტალინმა 1921 წელსვე დაიწყო საქართველოს დანაწევრება. საქართველოს ჩამოაჭრა საინგილო, ყარაიაზი და ლორეს მხარე. ავტონომიურ ერთეულებად გადააქცია შიდა ქართლი, აფხაზეთი და აჭარა. ამ პროცესებმა სტალინ ორჯონიკიძისა და ბუდუმდივანის დაჯგუფებას შორის დაპირისპირება გამოიწვია. განხეთქილება იყო საქართველოს ეროვნულ ძალთა შორისაც. ერთნი დაუყოვნებლივ ანტიბოლშევიკურ ანტირუსული აჯანყებისკენ მოუწოდებდნენ ხალხს. მეორენი შესაბამის საერთაშორისო სიტუაციას უცდიდნენ და მეყსეულ აჯანყებას ავანტიურად აღიქვამდნენ. 1921 წლის ზაფხულში მოსოსტრ დადეშქელიანის, ბიძინა პირველისა და ნესტორ გარდაფხაძის მეთაურობით აჯანყდა სვანეთი. აჯანყებულებმა სვანეთში შეჭრილი წითელი რაზმები განაიარაღეს და 6 თვით საბჭოთა ხელისუფლება დაამხეს, მაგრამ აჯანყებულებს მხარი არაუბეს ანტიბოლშევიკურმა პარტიებმა. აჯანყება დამარცხდა. საერთო ქართული პოზიცია არ არსებობდა. მხოლოდ ახალგაზრდა ოფიცერთა და რიგით მამული შვილთა მცირე ნაწილმა აფრიალა ქართული დროშა. ტყეში გავიდნენ ქაქუცა ჩოლოყაშვილის, სიმონიკა მუხრანსკის, ფავლენიშვილისა და ლაშქარაშვილის რაზმელები. ამბოხების ცეცხლი მოედო ხევსურეთს. ქაქუცა ჩოლოყაშვილმა ხევსურეთს მიაშურა. ქაქუცას გეგმის თანახმად რუსული შენაერთები ხეობაში უნდა შეეტყუებინათ, ორივე მხრიდან გზა უნდა ჩაეკეტათ და გაენადგურებინათ. შემდეგ თბილისისკენ უნდა ელაშქრათ. პარალელურად აჯანყება უნდა დაწყებულიყო ქართლსა და დასავლეთ საქართველოში. ქაქუცას წინააღმდეგ გაგზავნილი წითელი ჯარის შტაბის უფროსი იყო აჯანყებულების ფარული მოკავშირე როსტომ მუსხელიშვილი, ხოლო ფშავის მილიციის უფროსად მსახურობდა ქაქუცას თანაკლასელი, ფშავ ხევსურეთში ცნობილი ვაჟკაცი, ვაჟა-ფშაველას უფროსი ვაჟი ლევან რაზიკაშვილი. ქართველთა შეუთანხმებლობის შედეგად ხევსურეთის აჯანყებას არც ერთი კუთხე არ გამოეხმაურა და მიუხედავად მცირე გამარჯვებებისა ხევსურთა ამბოხი განწირული აღმოჩნდა. 1922 წლის 26 აგვისტოს სოფელ ორწყალთან ბოლშევიკები უკან დახეულ ჩოლოყაშვილს ჩაუსაფრდნენ. პარალელურად ლევან რაზიკაშვილთან 2 მილიციონერი გაგზავნეს და შეატყობინეს თავის რაზმთან ერთად შუაფხოში შეერთებოდა ბოლშევიკებს. ბოლშევიკების ნაცვლად ძმადნაფიცის შესაყრელად გაეშურა და არაგვის ხეობაში შეუერთდა ქაქუცას. 2 დღე ერთად იმყოფებოდნენ რაზიკაშვილი და ჩოლოყაშვილი. ლევანის მილიციელები შეფიცულებს შეუერთდნენ, თავად კვლავ ფშავში დაბრუნდა. 10 დღის შემდეგ სოფელ ხომში ისევ შეხვდა ქაქუცას და მის ძმადნაფიცებს. ამასობაში ხევსურეთი ალყაში მოაქციეს ბოლშევიკებმა. გააფთრებით ეძებდნენ ქაქუცას. ძმადნაფიცის გადასარჩენად თავი გასწირა ლევან რაზიკაშვილმა. ჩოლოყაშვილი ხომიდან ჩარგლის გავლით არტაანის თემის სოფელ სოფლიონზე გაატარა. იქიდან კი პანკისის ხეობამდე მიაცილა. თვითონ თიანეთში ჩავიდა. მოღალატემ გასცა ლევანი. თიანეთელმა ჩეკისტებმა შეიპყრეს იგი და თბილისში ჩამოიყვანეს. 1922 წლის 7 დეკემბერს სიკვდილი მიუსაჯეს. მის სიკვდილით დასჯას პირადად იოსებ სტალინი ითხოვდა. 9 დეკემბერს სიკვდილმისჯილმა რაზიკაშვილმა თხოვნით მიმართა ჩეკას თავმჯდომარეს. ის არ ითხოვდა შეწყალებას. არ წუხდა მოახლოებული სიკვდილის გამო. წერდა: გაზეთებიდან გავიგე, რომ მთავრობას უნდა მამაჩემის მეოთხე ტომის გამოცემა. გთხოვთ, ან აბაშელს დართეთ ნება, რომელსაც კორექტურა აქვს დავალებული შეცდომების გასწორება, ან მე მომიტანეთ მთელი მასალა და მე თავად გავასწორებ. არ დასცალდა. 1923 წლის 16 თებერვალს ღამის 2 საათზე დახვრიტეს. 1923 წლის 10 ივლისს ლევანის გამცემი ჩააძაღლეს. გადმოცემის თანახმად უმცროსმა ძმამ 16 წლის ვახტანგ რაზიკაშვილმა აიღო უფროსი ძმის სისხლი.